კოსმოსური სხივები ჩვენი მზის სისტემის გარეთ, საკმაოდ შორ მანძილზე წარმოქმნილი ნათებებია, უცნობი წყაროდან მომავალი. ბევრი მას ღვთის სხივსაც უწოდებს, ერთგვარ მადლს რელიგიური გაგებით, ან სასჯელს, როგორც მეხის დაცემის ანალოგიას. თუმცა, ჩვენ მას მეცნიერულ დონეზე განვიხილავთ, რადგან მეცნიერება თავაზობს მხოლოდ პრაგმატულ აზროვნებასა და დაკვირვებაზე გაკეთებულ ახსნას და არა დოგმატურს. კოსმოსური სხივები ჩვენი მზის სისტემის გარედან მოდიან, მომენტალურად. ისინი მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდიან მატერიის შესახებ, რადგან ეს ერთ-ერთი პირდაპირ ნიმუში და მტკიცებულებაა იმ უცნაურობებისა და ჩვენთვის უცნობი მატერიის, რაც მათ წარმოქმნით. ისინი მაღალი ენერგიის ნაწილაკებია, რომლებიც კოსმოსში სინათლის სიჩქარით მოძრაობენ. ვინაიდან ეს სხივები დამუხტულია დადებითად, პროტონებით ან უარყოფითად, ელექტრონებით, მათი გზები შეიძლება გასხივების დროს გადაიხაროს და არასწორ ხაზოვნად გასხივდეს სივრცეში. ეს კი მაგნიტური ველების გავლენების შედეგია. უფრო დეტალურად, მოგზაურობისას და დედამიწამდე მოღწევამდე კოსმოსური სხივები გალაქტიკების, შავი ხვრელების, სხვა კოსმოსური ობიექტებისა თუ ენერგიების, პლანეტათა სისტემებისა და სხვათა მაგნიტურ და ენერგეტიკულ გავლენებს განიცდიან. სწორედ ეს ფაქტორები ახდენენ მათ ტრაექტორიასა და ნათების სიმძლავრეზე გავლენებს. კოსმოსური სხივების გაანალიზების ერთ-ერთი გზა მათი შემადგენლობის შესწავლაა. რისგან შედგებიან ისინი? რა წილი უჭირავს მის შემადგენლობაში ელექტრონებს, პროტონებს, ჰელიუმის ბირთვებს, სხვა ბირთვებს ელემენტარულ ნაწილაკთა ჩვენთვის ცნობილი ცხრილიდან და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია იზოტოპთა არსებობა და შემცველობა. იზოტოპების ერთმანეთისგან გარჩევა ფაქტობრივად თითოეული იმ ატომის ბირთვის აწოლმას გულისხმობს, რომელიც კოსმოსური სხივების დეტექტორში შედის. კოსმოსური სხივებისგან ჩვენი ატმოსფერო გვიცავს, რაც დიდებული ამბავია. მაგრამ ამ სხივების დასაფიქსირებლად მაინც გვაქვს საკმაოდ ეფექტიანი გზები. როდესაც კოსმოსური სხივი ატმოსფეროს ურტყამს, იქ არსებულ სხვა ნაწილაკებს ეჯახება და წარმოქმნის ნაწილაკთა წვიმას, რომელიც დედამიწაზე მოდის. არსებობს ობსერვატორიები, რომლებსაც ამ ნაწილაკთა დაფიქსირება შეუძლია. თუმცა, ენერგიული კოსმოსური ნაწილაკების მიერ წარმოქმნილი წვიმები შედარებით დიდ ზონაში წვიმს. რაც იმას ნიშნავს, რომ ზედაპირის საკმაოდ დიდი რეგიონის მოცვაა საჭირო, რათა ეს მოვლენა გარკვეული სიზუსტით შევისწავლოთ. ამას კი პროექტ ტელესკოპ Arrays საერთაშორისო ჯგუფი ახორციელებს და მას ამ სხივების დაფიქსირება 700 კვადრატული კილომეტრის ფართობზე შეუძლია.